მოგესალმებით კვლავ მეგობრებო, იწყება ჩვენი რიგით მეორე შეხვედრა დღევანდელი სათამაშო დღის. ამ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჯეოკლინისა და ბიოლის გუნდები გაგაცნობთ შემადგენლობებს, ძირითადად შემადგენლობა ჯეოქლინის. პირველი ნომერი მეკარე გიორგი ბარბაქაძე, მეორე ნომერი გიორგი კალანდია, ხუთი ნომერი რეზი ყანჩელაშვილი, 10 ლუკა კაცია, 11 ლუკა მაღლაკელიძე და გიორგი დარასელია 9 ნომრით. და შეეხება ბიოლის შემადგენლობას, პირველი ნომრით მეკარე ნიკოლოს ბეჟგუაშვილი, ორი ნომრით გენო ლომსაძე, 6 ნომერი გიგა მენაბდე, 10 ნომერი რომა ციკლაური, 9 ნომერი ტატო ტატუაშვილი და 11 ნომერი თაზო აფხაძე. რა შეეხება გუნდებს, ბიოლი ამ ტურნირზე არის დებიუტანტი და უსულო წარმატებები. რა შეეხება ჯეოქლინს, ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან ამ ტურნირზე. ამსახვარად მათ მესამე სეზონზე იწმიეს მარცხი ფინალში ელიგასთან, რომელიც ამ მატჩის შემდეგ გამართავს თავის შეხვედრას აჭარა გრუპის წინააღმდეგ. მანამდე კი მივადევნოთ თვალყური ამ შეტევას. მოედებს თამაშის თავარი არბიტრი ჩატარებს კენჭისყრას და დაიწყება ჩვენი შეხვედრაც. ხო, ძალიან ხმაურიანი ტრანსფერი, ასე რომელიც უნდა ვისაუბროთ, გუაკაცე, რომელიც ასპარეზობდა რეცონის რიგებში პირველი 3 სეზონის განმავლობაში. ახლა უკვე მას ხედავთ ჯეოქლინის შემადგენლობაში, საკმაოდ გაძლიერდა ამ ტრანსფერით ჯეოქლინის გუნდი. ისე ძლიერი იყო, რა თქმა უნდა, ვინაიდან მათ ფინალი ითამაშეს, მაგრამ მაინც გუაკაცე არის ძალიან დიდი დანამატი ამ გუნდში. ალბათ თქვენ ზამეთახმოთ, ხო ბატონო ლუკა. ნაშასე ორ ჩანს თამაშს დაიწყებს ჯეოქლინი. უკაცრავად ბოტიში ბურთთან ბიოლის 11 ნომერი იმყოფება, კერძოდ თაზო აფხაძე და ის შეეხება სწორედ პირველად ბურთს ამ თამაშში და ის პირველ ასპარეზობაზე ამ ტურნირში დაიწყო შეხვედრა, გაათამაშეს ბურთი ბიოლის მოთამაშეებმა და ნახოთ რა შემოგთავაზებენ როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მოთამაშეები. ბიოლის 6 ნომერი ბურთით გადაცემას ბურთ შემაგრებას ცდილობდა, საბოლოოდ კარგი იყო. აქ ჯეოქლინის 11 ნომერი ლუკა მაღლაკელიძე პრესინგზე, საბოლოოდ ამ პრესინგმა მაინც გამოიღო შედეგი, ბურთით ახლა უკვე არის ჯეოქლინი. 9 ნომერზე გადაცემა, არაზუსტი არის ეს გადაცემა. საბოლოოდ არტმა კარიდან ნიკოლოს ბეჟუაშვილი განაახლებს თამაშს. ბიოლის 11 ნომერი ძალიან ტექნიკურად თამაშობს ამ მატჩში, გენო ლომსაძე ძალიან არაზუსტი გადაცემა ბიოლის ორი ნომრის მხრიდან. საბოლოოდ ბურთით არის ჯეოქლინი. ნომერი გიორგი კალანდია უკან მეკარეზე თამაშობს. გიორგი ბარბაქაძე გრძელი გადაცემა, მისამართლეობის გადაცემა, საბოლოოდ ჩაჭრა მაინც ბიოლის მოთამაშემ და შეწდა მაინც ბურთს. გადაცემა საბოლოოდ მაინც ბურთს ჯეოქლინი გადაცემა ის ცენტრში. აკაცემა მოკონალაკელზე ისე გუაკაცია კარგია, ძალიან ფიგურად დაიწყო თამაში. თამაში ხოთ განახებს თუ არა იქ ძალიან მე პროგრამ ჯერა რომ შეიძლება სტაბილურად კარგი იქნება გუაკაცია სეზონშიც როგორც იყო წინა სამ სეზონში ნახეთ. დაიწყო ახალი და გუნდი დარტმაიყო საბოლოოდ შეეძლო ჯეოქლინის მოთამაშეებს გუნდზე თამაში, მაგრამ ვერ შეძლო ერთ გუნდს საბოლოოდ დარტმა კარგან ბიოლის მოთამაშეებს ის თამაში. ჟოშმა დაუბოლა გენო ლომსაძეს. გრძელი გადაცემა, ჩანდა კარგი. ჯეოქლინის ორი ნომერი კარგი გეკალია უმეტეს საბოლოოდ. გადაცემა 5 ნომერზე რეზი ყანჩელაშვილი ბურთით. გრძელი გადაცემა საპასუხოდ მიიღო ლუკა მაღლაკელიძე ბურთი და პირველი საკითხი მომენტი. ძალიან ცირმანძით აკრაბულტი ხა კარს. ნიკოს დაკიდეთ ხე რომელშიც უტყავდა ლუკა მაღლაკელიძე, ნიკოს ბეჟუაშვილი, მაგრამ ეს ახალო იყო ეს მომენტი. არგი არის ამ მომენტში ბიოლის 11 ნომერი ძალიან მუხურად თამაშობს. თამაში საბოლოოდ Asta buona ma bioma butsit. Abbiamo gaitano sono tenendo metà tanto che sono tutti che abbiamo anche ci abbiamo come dire mogerieba joggings
პირველ ნომერს გიორგი ბარბაქაძის. ეს ამჟამად გადაცემა გრენლანდიაზე. ამიტომ უკან გარეს დაუბრუნდა ბურთი გადაცემა 9 ნომერის მართულებით იყო, რომელიც ახლა გიორგი დარასელია. ინსტორული გვარი გვარს ატარებს ეს მოთამაშე და იმედია დღეს ისიც დაგომახსოვრებს თავს. გადაცემის ცენტრში ბურთი არიან ბიოლის მოთამაშეები, კერძოდ 11 ნომერი. ყველაზე აქტიურად ალბათ ბიოლის ფეხბურთელი 11 ნომერი. ჩართული თამაში ფოლს ბეჟვაშვილი გადაცემას მაგალზე. სამერზე ხაიქცა ბურთი საბოლოოდ აუდი. ეს სიტუაციაში დაკარგავს. ბიოლის სექსუალურმა გიგამენავდნენ საბოლოო გვაკაცია ბურთით. გორკალანიას დაუტოვა ბურთი, უკან მეკაროს გადაცემა გიორგი ბარბაქაძე საკუთარ ნახევარიდან ინსტებს. ეს კარგი გათამაშება დათმა გარსიმართულებს, თუმცა არასწორი არის ამაში და ეს გიორგი კალანდიამ მარჯვენა ფეხით ცლობდა მარჯვენა ფლანგიდან დარტყმას. და ბიოლის არის აღებას. ნომსაძე კარგი გადაცემა. ხანაკეთი მოხსნათ კარგი საბოლოოდ ისემა არასდროულად მოვიდა ზუაკაცია. სამწუხაროდ მოდის ცენტრში. გადაცემა უკან ნომერზე ბაშული არც ძელბაცენა ის თამაში მაგრამ ლუკა მაგლაკენძეს არ გაიყო სიტუაცია სადაც სეუქიმია უკან ჭურო ეს თამაშობს ბიოლის გუნდი მაგრამ ეს დაკაბეს საკუთარ ნახევარზე ლუკა მაგლაკენძე ჯოკი ფერნანდო ვაკაცია ისაცია უნდა გაისწოროს მარცხენა ფეხზე მარჯვენა ფეხზე საკმაოდ კარგი გადაცემა ლუკა მაგლაკენძეზე მაგლაკენძე ცდილობდა დაერთ პუსლით ეთამაშა მეჩ მაგრამ მოახერხა საბოლოოდ ბიოლის მოთამაშეების თამაშიც ხავიტყვე ჯოკის გუნდი მაგრამ კარგად გაიყო სიტუაციაში ბიოლის მოთამაშეები 10 ნომერი ვახტით გადაცემა ნომერზე ნომერ ბუდი თეიძერ ბაქინა დარტყმა კარგად საბოლოოდ არაზუსტი არის ეს გადაცემა პირველი ცნობა შეხვედრაში ჯოკინის 7 ნომერი ლევან ძინძიბაძე შეცვლის გიორგი დარასელიას. ლევანი წინა სეზონში ძალიან აქტიური იყო, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და არაერთ ლამაზ გოლს შემოთავაზა მან. ინტერესოა რატო არ დაიწყო საყდამა ძირთაშავდა, მაგრამ ეს უკვე დაიწყო სეზონი იგი არ სიტუაციაში სწორედ დარტყმა. ლუკა მაგალელიძე შეეძლო დამატებით თამაში დარტყმის შემდეგ, მაგრამ ვერ შეძლო ბურთს საბოლოოდ დარტყმა გამოვიდა არაზუსტი და ძალიან მწვანე სიტუაციაში კარგა ბურთი ახლა გენა მომსაძე. დერბას მყარი. ჯერჯერობით ბიოლის უკანა ხაზე. ჩარბენი ეზი ამსალაშვილის დაინახა ზიგნის მათანაკუნდელებმა კარგი თამაშება გაუარა კარგი მომენტი იყო და ლევან ძინძიბაძე შეეძლო პირველი გოლის გატანა შეხვედრაში და ჯოგის პირველი გოლის გატანა ამ ტურნირზე ნიუს მეოთხე სეზონში პატკორიტი ჩამბელა დაუყურდა ამ ტურნირზე მენსოდი გადაცემა ბიოლის პრემია საბოლოოდ არის ჯოგის ნომერი ეს ხანჩალაშვილი. იგი კალანდია. მარტო არის გეოგრაფია. საბოლოოდ რაღაცას გადაცემა. შეუძლია მას მარცხენა თამაში ლუკა კალანდზე აღგვიან გადაცემა. ეს ბიომა აიწერა ბურთი მაგრამ შემდეგ ხმარიო დათმო უკვე კაცებო. განციმეტრაობა იცის იცის. აგო თამაშები. აი ლუკა. შეტეკნიკური თამაში. საბოლოოდ ჩარი მათვარისკი ძალიან კარგად ითამაშა. ორ მოსლამების შორის გათრა. ლუკა მაგლაკენძე და მოიწოვა გამიჩოვა ჯარი მომარცხენა რომელსაც შეასრულებს სავარაუდოდ გიორგი კალანდია ვინმე ეს არის ყველაზე ახლოს ნახოთ ასმოიფებს დაუგორა პასი ლევან ძინძიბაძეს დარტყმა მაგრამ ძალიან არაფერი დარტყმა უკანაფრენისგან სრულდება 6 ნომერი ჯოკინის რიგებში შეიძლება ეს კალანდია და ამიკორო ბაქიძე მოინა გამიტიან გამაგლაკენძე გიორგი კალანდია მიდის ჯოგის მონაჟები მოდის მცირე ოპერაციას მცირე ხარა პრინციპში სარგიმოყავს ფლობს საწის წუთებში ჯოგის გუნდი ახლა დაიკარგა მარტო ჯოგის ბოლო ჯარიმა და ახლა სტანდარტიზებენ გოლის მოთამაშეები კერძოდ მათი 11 ნომერი თასო აფხაძე რომელიც ყველაზე აქტიური არის სერგეი
დრას მოიგებს ბიოლი თამაშება ძალიან კარგი მოიგებს მაგრამ სარწყო გადაცემა გაადია ჯერჯერ მაგრამ ბოტნა მაგას ამ განჭი მაინც ნიარი ამბობთ ისი ყანჩალად ნახევარზე ფუტური კარგი ბერმან ნუმერმა ბიოლის ფრიდან აქ ექსომერზე გადაიცა განასკემა გამენებდა გახდა ეს მოთხოვნა საბოლოოდ ამოვიდა შეტევაში ეთნოსებს ნომერი შაკალანდია მაგრამ გადავიდა დატოვა მენის ფარგლები მისგან სწორედ გურთმა ალგია საფრთხეზე აქრეზე მაგრამ იოი პოზიციას დაკმა კაცმართულებით იციდან ასხმის წავიდა კაცმართულობის მაგრამ არ გაჭირვებია ამ დათმის აღება ამ აღება ჯეოქიმის პირველი შედა არც წერი იყო ზართული კარგად მოტრიალდა ახლა პაჯეოქის 14 ნომერი მოდის წეთი და არპაკილევაც მარჯვენა ფეხით მაგრამ აქვს ყველაზე გაცემებო კაციატოებს მოვიდა საფრთხე დროებით საუცხოოდ ეხმარო ის კიდევ ნერტ საჭირო თამაში არის ჯეოქიმის რიგებში და 4 ნომერი შევიდა მის ნაცვლად მოედანზე გადასაგნაშვილი რიგია საკდაცვაში აშა კალანდია ის არის ახლა ბოქსი ნუსაბუც შეუნდაჩუნა ის საკდაცვას მეც ყანჩალას ჯერჯერობით თამაში სტენტი არ არის შედი მაღალი როგორც ის კოდრაში მაგრამ სატალი ბოგრებს შორის თამაში კუდრა დასრულა და ძალიან კარგი მომენტი შექმნა ეხა რამაც ცებაზე მოტრიალა ფუჩი და არტ მარცხენა ფეხით კარგი ზუსტ დარტყმული მაგრამ კონკრეტულად ძალიან კარგად დაუხდა საბოლოოდ კიდევ ერთი დარტყმა მაგრამ კაცილები კარაზუსტი იყო შაკალანდიას მხრიდან ლომსაძე გადაცემა მერმა კარგი გავიდე კარგია შაკალანდი ამ მომენტში გაცილებით ლევანტის ძებათზე ნუ ამ კურსს ვერ დაეწევა რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი საბოლოოდ ბიორი შემოვიტანს ეს თამაში აუტიდან ვინახეს თამაში თამაშებმა კლეონტის ძებათზე კარგი არის პრესინგზე საბოლოოდ დატოვა მაგრამ ბურჩანს არ გითხრა გადაწყობა დატოვა გადაწყობის კარგი ლევანის განშტაბის პოზიციას ბიოლი მაგრამ ძალიან ცუდა თამაშს ამ მომენტში ბიოლი დაწვა აეჭრა ბურჩი ჯეოქლინის 15 ნომერს მაგრამ აი სახიფათო იყო ეს მომენტი ამიკორება იყო აქტიური რაუნდში შეიძლება აქტიურიას яни скунди ცოტა ხალხება შევა ყოველდღიურში სუნება ბიოლ შანგენოვич 3 ნომერი გენცუხიშვილი შემოდის მოედანზე და ეს იგი ექსონერს გამენაბდეს ამაში სამომერი კარგი არის ბიოლის ამ ნომერია მომის მაგრამ თვითონაშობს დაცვაში ექსონერია შაკალანდია ჯოგის და მოუტანა განსაკუთრებით ასე თავის გუნდს საბოლოოდ ვთქვით არის ჯოქნინი გასმოწმებს კლავ მიიღო ასმენა პლანზე ჩანა კარგი მაგრამ კარგი სპეციალისტი ამ მომენტში ალონსაძე ძველი გადაცემა ნუ არ გაწევს გაზენ გრაფს მოსულობა აი არეზი ცნება გუნდება კაცია მოედანზე კეცის იგი ჯობლის 5 ნომერს ისი ყანჩევაშვილს აი თუმცა თამაშება გაიცემა დიპს ნომერზე შევანებდი კარგად მოტრიალდა მარცხენა ფეხზე აქვს მას ბურთი გადაცემა განკო რობაკიცე მაგრამ ვერ შეიძლება მაგრამ საბოლოოდ აუტი ნელი ბურთიც ეს ნომერი გადაცემა 3 ნომერზე განსაკუთრებული რეზულტატი გადაცემა და საფრთხეა ის კარგები ამიტომ 9 ნომერი ვაფი მოედანზე
რუკა მაგალითზე დაბრუნდა. შეცვალა მას ამიკორობაკიძე. ტემპერატურა ჩამოიღო. Noi zi bază na hotras mai diversi. Noi vat sabri cu țava că mă grau ergar pa strafat. Violi soano meri sa lob buti dai calda გადავიდა. Ზოგადად მაგრამ კლავ ვიოლია. ესე კარგია საკ ინსტრუმენტო მერი. რომ ზაფიერ დაი მაგრამ სულ ბურთი არის და ეს ჯარიმა რაღაც ხანდა კაცია ჯარიმდება. ამ მომენტში და თავი არ გიტყვი პასმენ. თემისტიკა ხო კუკა გაცეცა ფიცრი მოფანშე უყურსკოთენ ბარზიც მიერება ამ ტურნირზე გარტყმო ხანს მოკლედიც ფოტოის საკმაოდ საქმეთა ნომრის მხრიდან საზღვაო ხატია ყველაზე აქტიური ის არის როგორც აღმოჩნდა და შეიძლება იოლის რიგებში ძალიან სულ და ბუთი გახდა Avril გაუტებიო. პრეზიდენტი არის მომხრები. და ეს მაგურთი და ნომერსაც შეეძლო. გარსკენ გაგაგზავნა, მაგრამ ძოი თამაშა მომეჩი. იოგი ბარბახაძე. როგორც მოდაი. სინომერი ბაშა კალანდია მოფტის ამოუღო მოფტი. არგი გადაცემა აციაზე აქ ჩეკავიცი. სიგარეტებინა. სამბილო, მაგრამ არის ოსაბო ტიპოს ბეჟოს ლანდენი მოფტი და ბიოლი წებს საფალდა პოზიცია უშეტევას. Nu l-am sat să-i sub să mă zacă să atenți dar mi-a gati să gărați la masă. E foarte să-mi bați mă da jopa. Ai ceva gheori barba ca să-mi barba și. Eu sam. Să mai găhlați. Eu nu te vreau da să fac treabă din desi. Vlog nu te tai. Cine merge cu asta, poate să se scrie, să poată avea Nicol de joa și uite legația la pe care mi-e să facă. Mi pare să acceptăm special გადაცემას, უკვე მაღლაკეძეონე ჩაფასაფრებული, კარგი არის დაცვაში. საწე, ზორი ნომერი. დაუჭი. ვიდან სპეციალური ყოს წინამორბედი, საუბრობთ შეეძლო მარცხნივ და პრინციპში თამაში. რევან ძიძიბაძე. ნახოთ გაუგდო. მაღლაკეძე ვაკაცია კარგია! კანცმაზავა და გენიალურსაზე გენიალურად ითამაშა ამ მომენტში. აბარჩნა საკუთარი გუნდი. Pensiu. Niente base di quando mi dà la smart da bida igergers. Io di barbacazzi angulz da da burzane tecnicura da maglat izem. Dan Leon Zibazzi არის ამ მეჩი. ცოტა თამაშა ამ მეჩი. ზოგადად მაგრამ ბალანსია თავისი. შეცომა და საბოლოოდ კარგი იყო პრესინგზე. Acum barat indigo da teli barat. Oh, zende cały film no. Tam się porybarec. Samolot na sytuację się oni wara słyszałem, sytuacja na cały bar stawar arbitran mendan szłania. Yoris ranomeri ვთით დაცემა ითამაშა ან ბურთი ტატო ტატუაშუთან მაგრამ არ გამოვიდა საბოლოოდ ის ტატო უცაუტიდან დაცემა ტატო ტატუაშვილს Mesela marjana planze tisa გამოვიდეს გადაცემა. დაბრუნდა. იგი და არასაგია მოედანზე. მოიწორე რაიმე მიგია. ძებოს. მომენტს თავის გუნდს. თორე სარი ხაბუთი პერსი მაგრამ მოხდა. მაგარი. კალანდიას დაბრუნდა მოედანზე. შეკალანდიას ნაცვლად. გამაღლაკეიზე სწორს მოედანზე შემოდის ამიკო მობახმდე. აჩვენებს გამაღლაკეიზე. ზა ლაგზელი გადაცემა იყო ჩაფიქრებული ამაში, მაგრამ რავი და გლოკაცია განაფალანზე ცენტრში აფიციალურად და ესეა სმურთავს და გუნდენის ისე გლოკაცია გაიქცა და ხო ხეს თამაში Zdecydowanie będzie stanowić na ganową Alandia, Bunce, Sabolodo, Kamzola, jest na kolorystać Galina.
საერთოდ სკანდალში კალანდია ბიომი ნომერი სპორტზე იყო საბოლოოდ ნეიროს სამაში ინტერესებს არის ბიომი იდეა ჯობს ფრიდა ტატო დაყოლაში საბოლოოდ აუჭე ოქნინი ბურთი ეს ისე თამაშობს და ბიომი რაცი მოგაკაციაზენ მოჩრთული იყო ეს მიცა ათმევა არასებია თავით არასდროციმა ჩატკბიაზე მაგრამ არ გავიდა ვერ შემოვიდა კატასტროფა არასებია ამ მომენტში საბოლოოდ აუჭი ის ფრიდან თუმცა ის ახლა შეაცნა მეცნობა უზარნამერ შემოდის მომიდაზე მარადია შერაშული გადის მანომერი რატო გოგია სანესვა დამოვიდნენ ამ მომენტიდან დათმა გუაცას ავიდნენ ეს ბოჟაშლა საბოლოოდ 2-1-ზე არის შეერე ვესტერმენომენ დაკარს ნაცვლები დააი ჩაბუქა საბოლოოდ გუაცა მოდის ცენტრში ნახოთ საინტერესო იყო ეს ბოლო ორი მომენტი როგორც ერთ-ერთი მეორე გოლის მხრიდან კარგი არის გუაკაცია ბრავო ნუ ასაბენი დააბეთი გაეცა ეს ზონა ითამაშეს მან უნდა დაუდოს მისიუსე ზოწინამდეგის ემიაცემენტი ზოათაძე ლავის მოდის ცენტრში აქ თამაშობს საუნდები სპარტიზ საბოლოოდ მასე პრესინგი გადაცემა სულები რომ დაიწყო და რეზულტატი საბოლოოდ ეს იყო კლასი რომელიც საფეხს დაგმოგვიწყენზე მოიწურა უკვე შეხვედრის დაგდება სილო გამოვიშალება ეს პოზიტივი ნუ ანდალში იყო საფათო მომენტები თუმცა ოცეტიანი შედეგი ვარცე მოლოწები მიგნარევს საერთოდ გავლმერზე მარადე შეერხულზე მაგრამ არ დავუყენეცემა უმეტად ნომერი მოდის ცენტრში არ გათამაშებს როდესაც ნომერი დაფკარის მათობებით არ წავიდა კიდევ ერთი დაკნეს საწარმოების მეკარსის გარედებული ბურთი გიორგი ბარასელიასზე საბოლოოდ კარგი არის აქ დაცვაში გიორგის ხანომერი მარადე ედი შერაშილი ვერ მიიღებს ამ ბურთს და კალანდია ბურთით დავტოვებს ეს ყანჩელაში გამაგებას რანის სამფერდებს ყანჩელაში გამოდვენი დარტყმა თუმცა ხება ედელს და საბოლოოდ დასვლა პირველი ტაიმი ფეისონის კონდემის გადაგდებს ეჭერში ასე გიბრუნდებით მეორე ტაიმით შეხვედრიდან სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ჯეოკლინს და ბიულის გუნდები პირველ ტაიმში გაცვალეს რამდენი მომენტი მოთამაშეებმა გუნდებმა თუმცა შედეგიანი არც ერთ მომენტი არ ყოფილა შესაბამისად ანგარიში არის 0-0 ჩილეზი ანჩალაშვილი თამაშობდა ბურთით ლევან ძიძბაძე გადაცემა მაგრამ არ გავიდა ეს გადაცემა საბოლოოდ დაიკარგა ბურთი და ახლა უკვე ბიული არის ბურთით საკუთარ ნახევარზე გენა ლოვსაძე ბურთით ჩანაფიქრი გზელი გადაცემა კვლავ არ შეუძლია ტაქტიკა ბიოლს და ნახოთ რაიმე თუ გამოვა ამ ნახევარში მაინც კარგად მოტრიალდა აქ ხაზო აფხაძე ბურთით საბოლოოდ ხოსჯარიმას ანიშნებდა არბით მაგრამ საბოლოოდ ხოთი დაენიშნა ჩარგებს საჯარიმაში კარგად თამაშობენ აქ დაცვაში ჯეოკლინს მოთამაშეები და საბოლოოდ აუტი რომელსაც მოაწვის ბიოლის 6 ნომერი გიგა მენაბდე ისევ მარცხენა ფლანგიდან საკმაოდ ჭიროდ დგანან მოთამაშეები კარგი გადაცემა ბიოლის 8 ნომერზე მაგრამ ვერ შეიმაგრა ამ უკანასკნელ ბურთზე საბოლოოდ აუტი პოზიციას ფლობს ჯეოკლინი ეს ყანჩელაშვილი იყო ბურთი ლევან ძიძიბაძე ლუკა მაღაკელიძე დაუტოვა გუაკაციას ჩანაფიქრი იყო ძალიან კარგი მაგრამ გადაცემა იყო ძალიან სუძეთი ხდაუსდა გუაკაციას პრესინგზე თამაშზე საბოლოოდ ბურთით არის ბიოლის 8 ნომერი კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა მას მაგრამ კარგად დაუხდა ჯეოკლინის 6 ნომერი ლაშა კალანდია
ნაოდენ შემოტანის ბურთი მოთამაშეებმა. გენო ლომსაძე გზელი გადაცემა აქ ცვა დამოიტანა ბურთი ალანდიამ და ჯარიმა ცვადიც თამაშა ამ მომენტში. და უფრო თამაშის წესების დაახლოებით. ეს თამაშა საბოლოოდ ჯარიმა რომელსაც შეასრულებს გუნდის კაპიტანი. ლუკი კალანდია. ძელი გადაცემა ლუკა მაღლაკელიძე შეუძლია თავი თამაში, მაგრამ ვერ მოახერხა. კარგად ბურთიც დაარტყმა და საბოლოოდ გენა ლომსაძე ბურთით. ხალხო დაბალი გადაცემა ეს მაღლაკელიძე საკეთებს ხოლმე. ყოველთვის ლევან ძიძიბაძე ბურთით კარგიც რომ მოძრაობა შეუძლია დარტყმა კარის მართული ნიკოს ბეჟოაშვილი კარგი არის. გამოსვლაზე კიდევ ერთი დარტყმა ლევან ძიძიბაძეს, მაგრამ ძალიან არაზუსტი არის ეს დარტყმა და საბოლოოდ დარტყმა კარიდან. ხო, უფრო აქტიური ისევ ჯოუკლინი არის, როგორც პირველ ტაიმის მიმდინარეობისას. კარგი გატარება ხაძის მხრიდან, მაგრამ არ გავიდა ეს გადაცემა. ლუკა მაღლაკელიძე ბურთით ვერ დაარტყა ამ მომენტში. ლევან ძიძიბაძემ ლუკა მაღლაკელიძე უკეთებდა მას გადაცემას. საბოლოოდ აუტი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი ბურთით გრძელი გადაცემა, თუ გავა ეს გადაცემა, არა კარგი არის კალანდიანის დაცვაში. კლავ აუტი, რომელსაც მოაწვის ბიოლი. მაღლაკელიძე ის ცენტრში სულ გამწვავებს ასოს, მაგრამ კარგი არის დაცვაში. ბიოლი კარგად თამაშობს ამ მომენტში აფხაზზე ძალიან კარგად ყოფს იგი ბურთს, გადაცემა კარგი იყო ჩანაფიქრი, მაგრამ არ გავიდა საბოლოოდ. ვერ გავიგეს ამ მომენტში ლევან ძიძიბაძე და ლუკა კაცემ ერთმანეთს და აუტი. რომელსაც შეასრულებს ბიოლი და გადაცემას ტატუაშვილი. უკნიდან ძალიან ცუდი თამაში ამ მომენტში ბიოლის მოთამაშეებმა საბოლოოდ ბურთი გვაკაცია და ძალიან წინ გაუვარდა ბურთი და პაკარიდან. სულება ნიკო რობაქიძე შედის ჯოუკლინის რიგებში და დაისვენებს გულკაცია. შემეტანა ბურთი თამაში ბიოლი, მაგრამ ცვლილება კეთდება როგორც ჩანს მანამდე. პირველ შემადგენლობაში 3 ნომერი სუხიშვილი შედის ტატუაშვილის ნაცვლად. ბიოლი 10 ნომერი ასნა ფლანგიდან შეტევა ნახოთ რას მოიჭრებს აქედან. ბიოლი მათი 10 ნომერი უკან მოუწევდა. ხო ძალიან მჭირო თამაშობს ამიკო რობაქიძე პრესზე, კარგად ამოიტანეს ბურთი. სიგუა ბურთით და ჯარიმა იყო რა თქმა უნდა, ხმაც კი გაისმა. ეს კაფიო იყო ფიზიკური კონტაქტი ეს ნაგებობა არ ყოფილა ბურთზე თამაში. ახლა რას მოიფიქრებს ამ სტანდარტიდან ბიოლის გუნდი. ვერ ვიტყვით რომ ჯოუკლინი ერთპიროვნულად უკეთესი არის ის მოწინააღმდეგეზე, კი უფრო მეტი შექმნის, მაგრამ საბოლოოდ მაინც შედეგიანი არ ყოფილა ეს მომენტი. აქ კარგი ჩანაფიქრი და თავი ცდილობდა ვათმას აფხაძე, მაგრამ ვერ შეწყდა იგი ბურთს, გადაცემა ამიკო რობაქიძეზე. საბოლოოდ არასდროს გადაცემა დაიბნა იგი ამ მომენტში და ბიოლი ბურთით. გენო ლომსაძე ბურთით. ბიოლის 2 ნომერი გაითამაშა ბურთი ნიკოლოზ ბეჟუაშვილთან, სწორედ ისე ის არის გადაცემით. კარგი პრესინგი აქვს ლუკა მაღლაკელიძის მოვიდა ბურთს, მაგრამ საბოლოოდ დაინიშნა ჯარიმა. წესებს არ ღვევდა როგორც ჩანს არბიტრის აზრით. ამიკო რობაქიძე აფხაძე გაითამაშა მაგბურთი საგუნდელთან, მოენის ცენტრში აქ ძიძიბაძე თამაშობს. კარგი იყო ჩაჭრას, მაგრამ საბოლოოდ არ მივიდა არც ერთი საგუნდელს ბურთი. გზელი გადაცემა აქ 3 ნომერი გამწვავებს სიტუაციას, მაგრამ კარგი არის გიორგი ბარბაქაძე ამ მომენტში. ლევან ძიძიბაძე ბურთით მარცხენა ფლანგი და შეუძლია აქედან მას დარტყმა მარცხენა ფეხით. ეზი ყანჩალაშვილი კარგი გათამაშება, ლუკა მაღლაკელიძე გამჭველი გადაცემა ჩაიჭრა ეს გადაცემა და საბოლოოდ კუთხური რომელსაც მოაწვდის ლუკა მაღლაკელიძე. არა დაუტოვა ან ბურთი რეზი ყანჩალაშვილს მიუვიდა ბურთი 14 ნომერს და ამიკო რობაქიძემ ვერ მოახერხა კარში დარტყმა. გაუბრაზდნენ ერთმანეთს მოთამაშეები. ძიძიბაძე რომელიც საკმაოდ ემოციურად განიცდა ამ მომენტს, როგორც მოინის ფარგლებს. ამის ნაცვლად მოედანზე შედის 4 ნომერი ლადო სადუნიშვილი.
სტორსლეი პირველად ჩაერთო იგი დღეს თამაში. ამოიტანა ბურთი შეოხლინა საბოლოოდ შორეული დარტყმა, მაგრამ ძალიან შორი იყო დისტანცია და არაზუსტი იყო ეს დარტყმული. საბოლოოდ დაცვაში თამაშობს გიოლის 10 ნომერი, გადაგდებულ მაღალ ბურთზე და კუთხური მოიპოვა ჯეოხლინმა. კვლავ რეზი ყანჩელაშვილი ჩამოაწოდეს კუთხურს. ნახოთ ამჯერად რა მოიფიქრა ჯეოხლინმა. ხალი პასი კალანდია და კარგი არის ჯეჟილაშვილი. ამ მომენტში მოიგერია კიდევ ერთი სევი მის ანგარიშზე. კიდევ ერთი დარტყმა ჯოგლის მხრიდან თავის უყოდა ლუკა მაღლაკელიძე, მაგრამ ძალიან კარგი იყო და ამას ნახტომში მოიგერია ბურთი კვლავ ნიკოლოს ბეჟუაშვილზე. მეორე სევი მის მხრიდან. ახლა უკვე მარცხენა ფლანგიდან შემოიტანს გაათამაშებს კუთხურს ჯეოქლინის ოთხნომერი კვლავ დაუტოვეს ბურთი მოთამაშეება რეზი ყანჩელაშვილს. ლუკა მაღლაკელიძე აცილა ბურთს ფეხი საბოლოოდ კალანდია ბურთი პირდაპირ თუ გაუშვებს კარისკენ გაუშვა, მაგრამ მივიდა ბურთი გიოლის 3 ნომერს კარგად მოტრიალდა იგი, მაგრამ ვეღარ შეიმაგრა ბურთს საბოლოოდ ლუკა მაღლაკელიძე კვლავ ბურთით გადაცემა 4 ნომერზე რეზი ყანჩელაშვილი ლუკაზე გადაცემა, მაგრამ არ გადის და ოთხ ბრძოლაში ლუკა მაღლაკელიძე ვერ ახერხებს წამოდგომა, საბოლოოდ მიეხმარა მას გენო ლომსაძე. ისი მოწინააღმდეგე, რაც ძალიან კარგი და პოზიტიური ჟესტი არის, კვლავ გენო ლომსაძე ბურთით 11 ნომერის აფხაზე კარგი იყო ამ მომენტში, კარგი ჩანაფიქრიც ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა ამ მომენტში გარკვევა ბიოლის 8 ნომერმა, კერძოდ დათო გოგიამ და ბურთით რჩება ჯეოქლინი. კალანდია გზელი გადაცემას ცდილობდა დაეკეთებინა რეზი ყანჩელაშვილზე, მაგრამ საბოლოოდ დაიკარგა ბურთი. და დარტყმა კარიდან შემოიტანა ნიკოლოს ბეჟუაშვილმა ბურთი. აფხაზე ძალიან კარგი გადაცემა 8 ნომერზე, საპასუხო გადაცემა შეიძლება აქედან დარტყმა, მაგრამ კვლავ აფხაზე დარტყმა და გადარჩა ამ მომენტში გაშვებულ გოლს ჯეოქლინი. და სრულდება ორმაგი, გარასელია და კაცია შედიან მოედანზე, გადის მოედნიდან ამიკო რობაქიძე და ახლა შემოსული 4 ნომერი ლადო სადუნიშვილი. ჯოგი ბარბაკაძე დაუგდო ბურთი კალანდიას, დარასელია მიიღო შეიმაგრა, რა თქმა უნდა ბურთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი არის ეს მოთამაშე. ლუკა მაღლაკელიძე მონის ცენტრში შეიმაგრა, საბოლოოდ მაინც ბურთი კაცია გათამაშება დარასელიაზე დაუგდო ბურთი კვლავ მან გუკა კაციას, მაგრამ არ გავიდა ეს გადაცემა, საბოლოოდ კარგი არის დაცვაში ბიოლი და საბოლოოდ აუტი, რომელსაც მოწვის თავად დარასელია. კარგი იყო ჩანაფიქრი, ბურთი მაინც მოხვდა ბოლოს. თითქოს ლუკა მაღლაკელიძეს დაავადყოფა კუთხური, მაგრამ როგორც ჩანს არბიტრმა დაინახა ეს კუთხური. ლუკა მაღლაკელიძე დაბალი ჩაწოდებით ფიქრობდა გაცემის გაკეთებას, მაგრამ სულაც მოხდა ბურთი. ახლა მაღალი ბურთი აკიდა, მაგრამ გამოაქვთ ბურთი საკუთარი ნახევრიდან ბიოლის მოთამაშეებს. რეზი ყანჩელაშვილი გადაცემა კაციაზე და ორი არბიტრი იყო ამასთან, როგორც ჩანს დატოვა მონის პარკლები. აფხაზე კარგი არის ამ მომენტში, ბიოლის 8 ნომერი სარისკო გადაცემა დაიბნა საბოლოოდ მოთამაშე მოდის ცენტრში, მაგრამ ბურთით ბოლოს მაინც დარჩა ჯეოქლინი, კარგი გადაცემა დარასელია და ვერ შეხვდა ბურთს. და გათამაშება იყო ძალიან კარგი. ტატუაშვილი შევა ახლა მოედანზე ბიოლის რიგებში. და ასევე ცვლილება არის ჯეოქლინის შემადგენლობაში, ლეონ ძიძიბაძე ცვლის ლუკა მაღლაკელიძეს, ტატუაშვილი ცვლის ბიოლის 3 ნომერს ვერიან ცუხიშვილს. კარგად ამოვიდნენ დაცვიდან ბიოლის მოთამაშეები, კარგი არის აფხაზე, ძალიან ტექნიკურად თამაშობს იგი მარცხენა ფეხზე ბურთს, მაგრამ რა კარგი არის კალანდი ამ მომენტში. გიორგი დარასელია შეიმაგრა ბურთი, დატოვა მონის პარკლებზე ბურთი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბურთით დარჩა ბიოლი, რომლებიც ახლა ბიოლის მოთამაშეები, რომლებიც აუც მოწვიან მარცხენა ფლანგიდან. ხელი თამაშს აპელირებს ბიოლი, მაგრამ საყრდენი ხელი იყო და ეს არ ითვლება ხელით თამაშად. აწვა განახლებული წესებით კუთხური საბოლოოდ კუთხურიდან გათამაშება დარტყმა, მაგრამ ახლა უკვე აიჭრა ბურთი და აუტი. კვლავ ბიოლი ბურთით, ლეონ ძიძიბაძე კარგი არის, კარგად მოიპარა ბურთი. საბოლოოდ გაექცა მონის პარკლებს გარეთ და აუტს მოაწვდის კვლავ ბიოლი. 9 ნომერი კერძოდ ტატუაშვილი. აფხაზე ბურთით კარგი არის, კარგად ითამაშა. ამ მომენტში დარტყმა კარის მართლებით არავის არ შეხედია. კარისკენაც არ წავიდა, საბოლოოდ დატოვა მონის პარკლები დარტყმა კარიდან. ჯერგი ბარბაკაძემ შეიყვანა ბურთი თამაში, კარგად ცდილობდა ბურთს გათამაშებას დარასელიასთან, მაგრამ არ გამოვიდა საბოლოოდ ბურთი. კვლავ არის ჯეოქლინის 9 ნომერი,
დაუდო უკან ბურთი მიცვალს, რომელიც მაღალი გაცემა დააკიდა და კარგი არის რეზი ყანჩელაშვილი ამ მომენტში. მაგრამ მოიგერია ბურთი. ლავა აუტი. აუტნა შემოიტანს ბურთს. ბიოლი კარგია საფრთხე. თაზო აფხაძე. საბოლოოდ ლავა რეზი არის აქტიური დაცვაში ჯეოფენის მხრიდან და აუტს მოაწვის ბიოლი. გადაცემა უკან შეუძლია რომ ასაკენან დარტყმა ასეც მოიცა მაგრამ გადაეფარა მის დარტყმულს როტაცია და აუტი კვლავ აფხაძე ცდილობდა მოტრას მაგრამ დაკარგა ბურთი მაგრამ მაინც იქამდე მიდის ბურთი გუკაცია დარტყმა და შეაგდო კაცია მარჯვენა ფეხით ორივე ფეხს ძალიან კარგად იყენებს ეს მოთამაშე და კიდევაც არ იყო თითქოს ისეთი რთული მასაგერებელი ბურთი ვინაიდან დისტანცია შორდის დისტანცია აერშია უკვე კაციამ დარტყმის განსახორციელებლად აქ მე მგონი უკეთესად მართებდა თამაში ნიკოლოზ ბეჟუაშვილს რომელიც არაერთხელ ვაკეთ ამ შეხვედრაში ძალიან კარგი სერვი შემოგთავაზა მან თუმცა დაუშვა მცირე შეცდომა აი ამ მომენტში რომელსაც მოყვა გოლი და დაახლოებით 7 წუთი რჩება ბიოლს თამაშის მინიმუმ გასათანამე რომ და გამოწვევს თქოს მომენტს არბიტრი საინტერესოა რაზე არის აპელაცია თამაშის წესების დარღვევაზე და რიდის გადასამოწმებლად შეხვედრის მთავარი არბიტრი საინტერესოა რა მოხდა მანამდე რაზე აპელირებენ ბიოლის მოთამაშეები ნახოთ რა იყო ამ მომენტში ამოწმებს მთავარი არბიტრი უკანასკნელი მომენტს რომელსაც მოყვა გოლი ევანავიცის ვიდის ალე ველოდები მომენტს აი გადაიარა აი რა კურსი იხას უნდება მომენტის გადამოწმებას და თავარი არბიტრი აი აქ თუ იყო ჯარიმა ინტერესოა და არა გოლი ჩაფრინია რაც იმას ნიშნავს რომ უპირატესობა მოიპოვა ჯეოფრიმა შეხვედრაში ну თამაშის მიმდინარეობიდან ლოგიკური შეიძლება იყო კიდევაც ეს სცენარი ვინაიდან უფრო მეტი მომენტი შექმნა ჯეოფრიმა თამაშის განმავლობაში უფრო აქტიურად დაიწყო მეორე ნახევარი ბიოლმა ვიდრე პირველი თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი როგორ ჩასნახოთ რაც მოიფიქრებს ბიოლ დარჩენილი დაახლოებით 6 წუთში გრძელი გადაცემა განაახლეს თამაში მოთამაშეებმა რეზი ყანჩელაშვილი ძალიან კარგი არის დაცვაში ბიოლის 10 ნომერი ბურთით კარგი არის აქ აფხაძე მაგრამ დაიკარგა ბურთი გიორგი დარასელია იყო კარგი ამ მომენტში კარგი მოძრაობა გუაკაცია გადაცემა ლევან ძიძიბაძეზე მაგრამ ჩაიჭრა საბოლოოდ აუცილებლად გუაკაცია ნახოთ რას მოიფიქრებს იგი დარასელია დაუღდა ისე გუაკაციას ბურთი დარტყმას მართლობთ მაგრამ გარედან ხდება არის ბადეს ბურთი საბოლოოდ დარტყმა გარედან ნიკოლოზ ბეჟუაშვილი შეიყვანა ბურთი თამაში გენო ლომსაძე ახალი გადაცემა აფხაძეზე მაგრამ ვერ შეიმაგრა უკანასკნელი ბურთი ეზი ყანჩელაშვილი მათთვის აუტს აუგურა მეკარის გიორგი ბარბაკაძე ბურთით ძელი გადაცემა ეს დარასელიაზე იყო ჩაფიქრებული გადაცემა მაგრამ საბოლოოდ მიდის მეკარემდე ნიკოლოზ ბეჟუაშვილი კვლავ მასთან მიდის ბურთი მოგერების შემდეგ ჯეოფრინი ჯერჯერობით დაცვაში დგას ძიმე გუნდი არის და გაჭირდება რაღაც თქმა უნდა ამ ბურთის შეტევა ხელით თამაში და აქ რა კარგი იყო კიდევაც ლევან ძიძიბაძე ბურთის დამუშავების დროს შეეხო ხელით ბურთს და საბოლოოდ საჯარიმო დარტყმა გენო ლომსაძე ბურთით ბიოლის ფანონერი ორთაბრძოლაში რეზი ყანჩელაშვილთან საბოლოოდ დაატოვებდნენ ის ფარგლები რეზი ყანჩელაშვილმა აუტი გრძელი გადაცემა ისე რომელიც არ გადის ბიოლის 10 ნომერზე რომა ციკლაუზე რეზი ყანჩელაშვილი ბურთით ცნა პლანზე კარგი იყო კაცი ხელით თამაში მაგრამ ბურთი დარჩა ჯეოქნის კვლავ ისინი ბურთით კარგი დაგდება გიორგი დარასელიას მხრიდან
ლევანი ბურთით ბრძოლობს და ჟარიმა საინტერესოა. ფაქტი ის არის, რომ არმა არბიტრმა იქამდე დანიშნა ჟარიმა, სანამ გოლი გავიდოდა. როგორც ჩანს, თამაშის წესების დარღვევით თამაშობდა ლევან ძიძიბაძე. ვერდიქტი არ შეცვლა 1-0 რჩება კვლავ ანგარიში. კარგი არის სიტუაცია პრესინგზე დარტყმა კარის მიმართულებით და არ არის ზუსტი ლევან ძიძიბაძეს დარტყმული შეცვლა. ლევან ძიძიბაძე გამოდის მოედნიდან და მის ნაცვლად შევა ლუკა მაღლაკელიძე. ხო, ემოციური ფონი აქვს ლევან ძიძიბაძეზე და ჯობია მან დატოვოს ლევანის ფარგლები, ვინაიდან მას უკვე აქვს ერთი ყუთელი ბარათი და ნამდვილად არ ღირს გარის ყვად და მეორე ყუთელი ბარათის მიღება. მის რა თქმა უნდა ოდრის თავის პრინციპალ ბარათს ნიკოლოზ ბეჟუაშვილი მენც არის ხო თამაშობს იგი თავის აჯარიმოში, მაგრამ თავად ბურთი შეიმაგრა ბიოლმა, თუმცა დროებით ტექნიკური წონი გადაცემის გაკეთების დროს და საბოლოოდ ჯეოკლინი ფლობს პოზიციას. ეს ანჩელაშვილი ძელი გადაცემა არა ძალიან ძლიერია ეს გადაცემა. ვერ მიუსწრებდა ამ ბურთს კალანდია და საბოლოოდ აუტი. ახლობით 2 წუთი რჩება თამაშის თითების დასრულებამდე. ვაუ, ძელი გადაცემა კვლავ არ ზუსტია, ხო? ამ ტაქტიკით ფაქტია, რომ ვერ გაამართლა მოლოდინი ბიოლმა გულაცია კიდევ ერთი დაარტყმა, კარგად დაუგდო. გიორგი დარასელიამოს ბურთი ხო ძალიან კარგი არის დაღდებაზე. გიორგი დარასელიამი ის საკმაოდ წარმაღალი არის, ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეა და რთული არის მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში ნამდვილად. ვერ ჩამოყარ ბურთი ბიოლის 10 ნომერმა, საბოლოოდ ძალიან სარისკო გადაცემა მეკარეზე. გიორგი ბარბაკაძე კარგად გაერკვა აქ სიტუაციაში, ძალიან სარისკო გადაცემა გააკეთა აზემცველმა, თავი თამაშობს დაცვაში კენო ლომსაძე და საბოლოოდ კუთხური. გიორგი დარასელია ბურთთან. დაუტოვებს რა იგი რეზე ყანჩალაშვილს ნახოთ, ბატონო დაუტოვა რეზიმოსთვის ბურთს. გაითამაშა გიორგი დარასელიასთან, ჩაწოდება ლუკა მაღლაკელიძე და ვერ მოახერხა ის მარტო იყო ამის და ვერ მოახერხა თავი თამაში. ამბულზე კასკრო წასულიყო ძალიან არისკო იქნებოდა მოგეხსენებათ ნენგანის ავტობლე მარტო იყო მეკარესთან ნიკოლოზ ბეჟუაშვილი ყავ ის გზემიდიან ბიოლის მოთამაშეები და კაცია ვერ შემაგრა ბურთი საბოლოოდ ბიოლი შეტევაში 10 ნომერი ნახოთ რა მოიფიქრებს ორი მოთამაშის გარემოსაში აღმოჩნდა საბოლოოდ დატოვების კარგები ჯეოკლინისგან დაცვაშიც კარგი არის ჯეოკლინი და კუთხეზე გადავა კუთხური შანსი არის რა თქმა უნდა და ერთი ბოლო შანსი ვინაიდან ბოლო წუთები გაითამაშეს ბურთს ძალიან სწრაფად დარტყმა აუტი კიდევ ერთი დარტყმა მაგრამ არ არის ეს დარტყმა ძლიერი და საბოლოოდ ამშვენებს ბურთს და თამაშს გიორგი ბარბაკაძე ლუკა მაღლაკელიძეს გრძელი გადაცემა არ გადის უსწრებს კვლავ ბიოლი სულები ორცალება ორგუნის შემადგენლობს 14 ნომერი ამიკო ბორბაკიძე შედის მოედანზე დარასელიას ნაცვლად ძელი გადაცემა აქ ვერ მიიღო აფხაძემ კვლავ შეცვლა მარადიო დიშარაშვილი შედის მოედანზე გამოდის 3 ნომერი მირიან ცუხიშვილი რეზე ყანჩალაშვილი ბურთთან დაუგდო ბურთის ბლოკაციას ასმანიფებს ნახოთ ჯეოკლინს ერდენ თავარი ლიდერი კორობაკიძემ დაუგიანცო და გადაცემის გაკეთება დარტყმად შეეძლო მას საბოლოოდ აუტი რომელსაც მოდის ბიოლი ცუდი გადაცემა ძალიან და ძალიან საერთოდ კონტროლში მოდის მოდიოდა ჯეოკლინი ვერ გაყვნა სიტუაციაში მაღლაკელიძე და ამიკო რობაკიძე საბოლოოდ ბურთით ბეჟუაშვილი შემოიტანა ბურთი თამაში კლავის არის ბურთით გადაცემა ძალიან არაზუსტი კალანდია უტყავდა მაგრამ არ გავიდა ეს დარტყმული კანტორეს ჯარიმა არ არის და დაშავებული არის ბიოლის 10 ნომერი თუმცა ახერხებს წამოდგომას იქაი დრო თამაში უკვე ამოიწურა ნახოთ რამდენს დაამატებს შეხვდებს თავარი არბიტრი. 1 წუთი დაახლოებით უკვე გადაცდა. ძირითად დროს მიმდინარეობს კონდიციონირებული დრო შეხვედრაში. მაღლაკელიძე. ხო, ბოლო შტურმი არ გამოდის. ბიოლს სწორედ ის უნდა იყვნენ ხა
ბურთით უმეტესწილად ბოლო წუთებში, მაგრამ არ გამიძის ძალიან კარგად. ფლობს დაკონტროლებს თამაშს, ჯერ კრინია გუკაკაციას ცდილობდა თუბლის გაფორმებას. თითქოს მოხდა ძველ სამშობლოში ბურთს, მაგრამ არა როგორც ჩანს ნიკოლოზ ბეჟუაშვილი შემოიტანს ბურთს თამაში. დაუგდო გენო ლომსაძეს. არისკოა ეს გადაცემა, მოიგერია, ბურთი კალანდია არის კარგი. დაცვაში გენო ლომსაძე კვლავ. მარადიადი შერაშვილი გადაცემა აფხაძეზე, მაგრამ რთული არის რა თქმა უნდა მარტო სამი ადამიანის წინააღმდეგ თამაში გენო ლომსაძე კარგი არის დაცვაში. აფხაძე ბურთით გაექცა ბურთი და დაასრულა შეხვედრა. თავარმა არბიტრმა ერთი გოლი მოიგო ინარჯვა მინიმალური უპირატესობით. ამ შეხვედრაში შეოქმნიმა მიულოცოთ ეს გამარჯვება 20-უსულო წარმატება რა თქმა უნდა. ბიოლს ვინაიდან ეს იყო პირველი თამაში ამ გუნდების და რა თქმა უნდა ყველაფერი არის წინ. დროებით შეხვდებით შემდეგ თამაშებში.